ძალიან მაგარი გამარჯობა და ძალიან კარგი გამარჯობა ბატონებო და ქალბატონებო როგორ მიყვართ ამ სიცხეში ამ პაპანაკება სიცხეში რომ იცოდეთ თქვენ მიუხედავად პაპანაკება სიცხისა ძალიან მიყვარხართ ყველა ჩემი მსვენელი და იმეგობრეთ ჩვენთან YouTube-ზე დაგვიმეგობრდით ჩემო ბატონო თან ეხლა დაფიქრების საშუალება გაქვთ იმიტომ რომ მე ერთი თვის განმავლობაში მიგემალებით ჩემო ბატონო ასე ვთქვათ ისე იგი ბზის პაპანაკებას დავემალები და მე შემოგეჭრებით სექტემბერში ჯაპანას პაპანაკებით ისე ასე იქნება ეს ამბავი ხო და მე მინდა იმით დავიწყოთ არ შეიძლება ახლა ნუ გეტყვით მაშინ ვინ არის ჩემი სტუმარი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი პირველ რიგში უნიჭიერესი ხალბატონი ნუ მე ახლა კარგია ნიჭიერი რო არის შენი მეგობარი მაგრამ მე როგორც მის მეგობრად ესე რთული თავს და ძალიან მიხარია და ძალიან ბევრი წლები გვაქვს ერთად გატარებული და ძალიან მიყვარს ეს გოგო თავის მამიკოიან დედიკოიანად ვიცნობ ჩემო ბატონო იქ იგოეთში მაგ ნაკეიფარი ასე ვთქვათ სადაც ეს გაჩნდა და სადაც ხული გნობდა თურმე სკოლაში მაგაზეც ვილაპარაკებთ ეს გახლავთ ჩვენია მე ამ ბოლო დროს ახლა ლექსის კითხვა დაიწყო ძალიან საინტერესო და ძალიან ორიგინალურად თუ ეხება სურვილი მე არავის არაფერს არ ვაძალებ აქ ვისაც უნდა მღერის ვისაც უნდა ლექსსაც ამბობს თუ მეტყვის ხო კაი იქნება ეს გახლავთ მაკა შალიკაშვილი ჩემო ბატონო ჩემი ძალიან საყვარელი ადამიანი გამარჯობა მაკა მიყვარხარ ძალიან და სანამ შენ რაღაც კითხვებს დაგისვენდი და შენ დაიწყდი მოდი ორი მსახიობი ვარ იმაში და რაღაცნაირად ეგრე 1 საათის უკან მიაბარეს დიდი ელდარ შენგელაია სასუფეველს ჩემო ბატონო და მარადიუს და დიდი რეჟისორი იყო და დიდი აი რაღაცნაირად ამ ელდარ შენგელაიათი დამთავრდა აი რაღაცნაირი მაგათი საგვარეულო ტრილოგია შეიძლება ასე ითქვას დიდი ნიკოლო შენგელაია მამა რომელსაც გადაიღო არაჩვეული ფილმები აი სამ-სამი რო ჩამოთვალო სამივე მათგანისგან უკვე საკმარისი იქნება რომ აი ამ ქართული ფენომენი თუ არსებობს კინო ფენომენი უზარმაზარი ისაა დადებული ამ გვარს ამ ჯილაკს რა ნიკოლო შენგელაიასი გიული რო ავიღოთ მაგალითად ელისო ნარინჯისველი ჩემო ბატონო გიორგი შენგელაიასი ალავერდობა პირველივე ფილმი როგორი იყო ვერისუბლის მელო ფიროსმანი ჩემო ბატონო ელდა შენგელაიას არაჩვეულებრივი გამოფენა შერეკილებს ისπერ შეხედე უკვე რა ხდება და რაღაცნაირად დაიხურა ეს სამეული გენიალური სამეული ბატონო ელდარი და ხსოვნა იყოს და ნათელი იყოს ხსოვნა იყოს დღეს ვიყავი სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდს დავესწარი თავიდან ბოლომდე და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული მე ვარ ბედნიერი იმიტომ რომ აი ბატონ გიორგისთან ვითამაშე ხო და ვითამაშე ასევე ბატონ ელდართან ორ ფილმში ერთი ფილმი მოკლემეტრაჟიანი რომელიც სამწუხაროდ საერთოდ არსად არ მინახავს არც ერთ არხზე ერთი ლეღვი გზაზე ესე ქვია და უშუალოდ ბატონი ელდარი იყო ელდარისთან სწავლობდა ეს ბიჭი და ამთავრებდა სარეჟისოროს მაგრამ ბატონი ელდარი სულ მასთან ერთად იყო გადაღებებზე და შესაბამისად ხო როგორც პედაგოგი და კიდე მეორე ფილმი იქ პატარა ეპიზოდში ვარ მასთან და ვიცნობდი და ჩემი შვილიც იცნობდა და ძალიან დამწოხრებული ვარ რა თქმა უნდა ამის გამო და ძალიან კარგია რომ დღეს ამაზე ესე დავიწყეთ ჩვენი გადაცემა. ასე თუ და დაგვეთყო ორი მსახიობი. მადლიერებით და არ დავიწყებით ყოველთვის ასეთი დიდი ადამიანებისა და ამიტომ მე მგონია რომ ჩვენი პროფესია ეს არის ამ პროფესიაში და ჩვენი ვალი აი ზუსტად ეს არის ტაქტა. მისი არ დავიწყება გარდაუვალია ეხა ისედაც ჩვენ მაგრამ ჩვენგან ძალიან თავისთავად ცხადია მამით უნდა დაგვეწყო ორი მსახიობს ეხა სტუდიაში ვზივარ და აგერ 1 საათის უკან მიაბარეს სასუფეველს გაანათლოს გაანათლოს ნამდვილად და მე კიდე ძალიან დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის ჩემო ძვირფას და მე ძალიან მიყვარხარ. კიდაცველი ყოველთვის მიყვარდი. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენს პროფესიაში არიან ადამიანები რომლებიც ვიძახი ხოლმე მხოლოდ რომ ძალიან ნიჭიერია, იმიტომ რომ მეორეს მხრივ ყველა ნიჭიერია ადამიანი რომ ზოგადად და ქართველი ხა უნიჭო და ისეთი არ ვიცი, მაგრამ უნიჭო თუ ბოროტი თუა, ესე იგი უნიჭოა. ანუ უნიჭობა პირდაპირ პროპორციულია ბოროტებასთან. და ეგაბოროტებს ხო, მაგრამ შემთხვევით ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია როგორი ადამიანები
ვართ და როგორც ადამიანები როგორები ვართ. ხო და აი ღრმა ბავშვობიდან, ხო, სულ მახსოვს შენგან აი ძალიან გულშემატკივრობა და მე ვფიქრობ, რომ აი ეს თვისება ადამიანში, არა მარტო მსახიობში, აი როცა გულშემატკივარი ხარ, შენი მეორე, მით უმეტეს კიდე შენზე ძალიან პატარაზე, მაშინ როგორ უფრო ჩანდა რა ჯაპანიც არის, აი როცა ხო, და ხო და აი მაშინ შენ უკვე ძალიან ისეთი ცნობილი ჯერ ნუ ფილმებიდან გიცნობს ჩვენი თაობა და ყველა თაობა ვისაც ვინც თეატრში არ დადეს შეუძლებელია შენ არ გიცნობდეს და აი უცებ ესეთი ადამიანები შენს მიმართ ყოველთვის ყურადღებიანია აი გამარჯვებას გათქმევინებს იცი ადამიანმა გამარჯვება უნდა გათქმევინოს შეიძლება შენ ძალიან გიდოდეს გამარჯვების თქვა მაგრამ ხათბენ რო არ გიყურებს არ გიმჩნევს იქიდან გახედავ აქედან გამოხედავ ხო ენერგეტიკულად აი ატრიალებ მაგრამ არ ტრიალდება. იმას ახლა გამარჯობა როგორ უნდა უთხრა ხა უკაცრავად. უნდა დაიგიდო რა. ხო და ამს ხო და ნუ ბევრს ვიკიდებდა მე იძახიან მაკაშალიკაშვილიო უზდელი გოგოაო და რა ვქნა ხა. არ არის ეგ უზდელობა ხა გამარჯობა ხო გაგეუნდება. ჯაპანს ხათა შორის მე კახუსაძის ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ვიდეოა შემონახული სადაც ის გენიალურად აი ნააზრევებს გვიზიარებს და აი რაღაცა მოგწონს და ვიმეორებთ ხოლმე მაგრამ აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ არის როგორ გითხრა აი ამოღებული ცალკე და ვიდეო არ დადის აი ამ მისი ამ ფრაზის აი ძალიან მნიშვნელოვანი ნააზრევის ერთგან იძახის რომ მეო ყოველთვისო სახლიდანო გამოვდივარო აი ტოვებო ჩემს რაღაც უარყოფითსო და გამოვდივარ ყოველთვისო ესეთიო კარგ ხასიათზეო რა და სადაცო მივალო უცებ აი რაღაცნაირათო იქო ხმას არ ვიღებო რა და გავჩუმდები დავდუმდებიო მერე უცებ მეუნებიანო ვაიმეო ბატონო კახო რატო ხმას არ იღებთო რამე გითხარითო რაღაცა ქენითო იმიტომ რომ ბატონ კახისგანაც ხო მიჩვეულები იყვნენ ყოველთვის აი ამ რაღაც ღიაობას ხო ენერგიას ლაპარაკობდა რამე ხო და თქვენ რაღაცა რა მეო გაჩუმებული ვარო და რატო იციო იმიტომ რომ თვითონ დამახვედრეს ეს ენერგეტიკა რომ მე იქ უკეო ვეღარც ხმას ვიღებო, ვეღარც ვოხუნჯობო, ვეღარც ვლაპარაკობო და ნუ ჩვეულ კახის ამპლუაში არ ვარო და ამიტომ მე პირადად ვფიქრობ რომ ძალიან ხშირად საზოგადოების რაღაცა ის ნაწილი სადაც შენ ხარ ის მოქმედებს შენზე თუ შენ ლაპარაკობ ხარ ღლაღი და ბედნიერი ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში აი იმ ატმოსფეროს რომელიც შემოსვლისთანავე დამხვდა თქვენთან და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და მოდი ბედაში რა გავაკეთოთ იცი დავიწყოთ დასაწყისიდან კი ბატონო დასაწყისი არის ბავშვობა რა. კი. მაგრამ მოგვიყევით შენ ბავშვობასთან დაკავშირებით რა ხდებოდა აქ მიწერია ის ხა მე შენი სკოლის ამბები არ ვიცოდი და ვანდაბაიც არ გამომიკითხავ შენთვის ახლა მაგრამ ეხლა რამდენი ვილაპარაკია და რამდენი კიდევ სუფრასთან ვსტარვარ და ვიჯექით და ვიყავით და ასე რომ ძალიან ბევრი ბავშვობაზე არ ვილაპარაკია და შენთანაც ყოფილ ვარ იქ იგოეთში ყოფილ ხარ კარგად სწავლობდი თურმე მაგრამ დისციპლინა არ გივარგურდა ხულიგანკა ბავში კაი და ეს დისციპლინა რა იყო იცი ჯაპან რაში მიწერდნენ აი ხო ხულიგანი ბავში ხულიგანი იყო ხო არა რა კაცო ხულიგანობა ხულიგანის ვაუ იცით კი მაგერ ლორდია ვაფშე ხულიგანი ინგლისელი ლორდია რო იცოდე და ეტიკეტს არ იცავდა ეთყობა და ხო ის დედას კი არ იგიდებოდა ეს კაცი კი ბატონო ამაშია საქმე აი იქიდან მაქიდან მოდის ხულიგანი ზუსტად აი მაგ განმარტება აი რა დამხატა რა ასე ვთქვათ ეხა რომ დავფიქრდი რა უნდა რას გაბრალებდნენ თუ არ გაბრალებდნენ იცი რა ვიცომდი ძალიან ისე განსხვავებული არა ჯაპან რა ექსტრავაგანტულად ძველმანებს სექსუალურად არა ბიჭო რა სექსუალურად ძველმანებს ძველ ჩექმებს დახეულს აი მომწონდა არ მიყვარდა ეს ახალი
ყველას რაღაც რო ეცვა ისეთი ჩექმა. ეს იყო რაღაცა თბილი, იმიტომ რომ ციოდა. ჩვენ ფეჩის პერიოდები იყო რა, ფეჩი გვედგა ხოლმე სკოლაში და შესაბამისად სულ ციოდა კლასში. 90-იანებში. ხო, კაცო, კლასში სულ ციოდა და ეხა და ამიტომ ვის პაპა ჩემის დიდი პალტო მეცვა. და მაღალი რო ვიყავი უკან ვიჯექი, ახლა წინ ვინ დამსვამდა. კერძოვი ისავე. ხო, აი რაღაცა სასწაული და შიგნიდან თბილები მეცვა და მეცვა თბილი, დიდი, ძალიან დიდი ქვედაბოლო. და ეს ქვედაბოლო იყო ალაგ-ალაგ ჩაკერილი, ჩახსნილი რაღაცა და ძველი. ხო. ძალიან ძველი. მოძონძო პონჩი. ძონძი, დაძონძილი დავდიოდი. და მე რა იყო, იცი? გვერდით ვინც მეჯდა, ვერავის ვერ ვიტანდი გვერდზე რომ მეჯდნენ რა. და მარტო ვიჯექი და რაღაცა ზოთა ისეთი ხასიათიანი ბავშვი ვიყავი და სხვათა შორის ერთ რაღაცას გეტყვი. ეხლა ამ ბოლო პერიოდში, რამოდენიმე წლის უკან, 2 წლის უკან, ერთ-ერთი არხმა გააკეთა ჩემს რაღაცა მინდა რომ წამოვიდეთო და თქვენ ბავშვობაო რაღაცაო იქო მეზობლებმო გაიხსენონო და ну რაღაცა დედა ჩემმა ილაპარაკა როგორი ბავშვი ვიყავი და რაღაცა მეზობლებმა და უცებ ერთი ლენა არის რა და ლენა დეიდა მეთქი დავინახე წყაროზე ზემო და მოდი მეთქი მოდი რაღაცა და წამოვიდა ეს ლენა და რაღაცა კითხეს აბა როგორი ბავშვი იყო მაგო და რაღაცები თქვა ძალიან კაი იყო რაღაცნაირი გოგო იყო ყველას გვიყვარდაო მოხუცები უყვარდაო მე ძალიან მიყვარდა მოხუცები არა ნახე და უცები ძახის მაგრამ ბანდიტი იყო ბანდიტიო და ისა მე ვეუბნები რომ ამ იმას ვინც ჟურნალისტს რომ გეხვეწები მეთქი ეს არა მოჭრა მეთქი რა და არ ვიცი ამოჭერი მეთქი რომ მეთქვა არა მოჭრა პირიქით ის მოკლეთ რა და დატოვეთ და არ დამიტოვა და გეხვეწები არ ამოჭრა რა ეს იყოს რა რა უნდა მოჭრა პირდაპირ ეთერია ხო და აი ბანდიტი იყო ბანდიტიო აი სულ და იგინო ვაიზერა არა კარგია ხო და მოკერეთ მე ძალიან მომწონს ეს რა რომ ლენა მესე რო თქვა რომ ბანდიტი იყო ძალიან მომწონს და ეს ბანდიტობა რაში გამოიხატებოდა ეხლა ხარ რაღაცა ბანდიტობა იცი რა არის რაში ეხლაც როგორც კი ჯაპან დავიწყებ აი ადამიანებს ველაპარაკები რომ აი ეს არის არასწორი. შენ ეხლა ეს ჯობდა რომ ჩემთვის პირში გეთქვა, რატო დამიწერე? იმას რატო უთხარი? არ შეიძლება რომ ჩემე დარეკო და შენ რა ქურდულად მელაპარაკე? რა შუაშია ქურდულად გელაპარაკები? აი ქურდული და ბანდიტურია რომ ადამიანმა რაღაცა პრობლემა რო გაქვს ერთ-ერთზე მითხრა და არა ხუთ კაცში არა კრებაზე არა რაღაც თეატრის შეკრებაზე რაღაცა არ შეიძლება რომ ურთიერთობები არ გავარჩიოთ და გავარჩიოთ ისე რა საჭიროა ამისი რაღაც რა როგორ ნუ არ ვიცი რაც გინდა ეხა გინდა ის მითხარი გინდა ეს მითხარი არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მურკა მოიმურიო შედა ბებია პაპაზე მითხარი ერთი-ორი სიტყვა ამ ხალხს ეხლა ბებია მაგრამ როგორც ვიცი ამ ადამიანების წყალობით ბედნიერი ბავშვობის წლები ქონდა და გაიხსენე ბებია პაპა ეს ამბავი მომჭეთ მაგათ ვენაცვალე მაგათ სულს ვენაცვალე ბებია ჩემი ქეთოსი ბებია ჩემი ქრისტინესი პაპა ჩემი არჩილა და პაპა ჩემი ვანო აჰა აი და რატო ბებია ისა და ესეთი პაპა ბებია ხო და ნუ ხო ბებია რა ეხლა ესე ბაბო და პაპა მაგრამ ნუ ეხლა რაღაცა ამ კონტექსტში რომ ამბობ ბებია ჩემი ქეთოს კიდე ხურდები კიდე იყრება იქ აგრ გაივლია თუ აღარ არის ტრასები იცი რა მაინც ყრიან მაინც კი მე ვკრებდი ხო ბავშვი რო იყო მაგრამ მე წავკრებდი ვიდეოს და იმიტომ რომ ვინც მან კრებდა ყველა იყო ძალიან შეძლებული და ერთი-ორჯერ გადავწყვიტე რომ მეც ავსულიყავი და გავხდარიყავი შეძლებული კაქტივერე მაგრამ მაინც ვერ გავაგრძელე მაგას ძალიან ისეთი უნდა კონდეს რა მე იქ წახრილი რაღაც რთულია არ არის ადვილი აბა ეძებე შენ პატარა ხურდები იქა ხო და მე მაგნიტები რო შემოიღეს აი მაგნიტის დროს უკვე გადაფიქრებული მქონდა თორე ძალიან კაი იდეა იყო იქ მაგნიტი ესე გახარდა კაპ ხო ნუ ხო
მაშინ უკვე თბილისში ვიყავი წამოსული თორე ეგ ვარცე არ წამოსულიყავი და ყოფილიყავი რომ მიგეტოვებია ეხლა რომ მიგეტოვებია სხვათა შორის ძალიან მინდა რომ იგოეთში გააკეთონ წყალი შემოიყვანეს გაზი შემოიყვანეს ხო და მთელი ცხოვრება ამ იგოეთში მარტო ბევრი ხუციშვილები არიან და ზალიშვილები არიან და ჩვენ ვიყავით ტონჩელები აი რომ ტონჩიანთა მაკა და ტონჩიანი და თუმცა ჩვენ ვიყავით ჩამოსულები ვართ სოფელში არენოი იგოეთელი არა ვარ მე ვარ ჩამოსული იმიდან ქვია დუშეთის რაიონის სოფელი ტონჩიდან და აი შალიკაშვილები გურულები არიან არა კაცო ნუ ჩემი ეს კი ესე გურულებიც არიან კახელებიც არიან საერთოდ მესხეჯავახე თავადები მაგრამ ნუ იქ მახსოვს მთელი ბავშვობა რომ ვიყავი ჩამოსული ამ იგოეთში მერე ჩამოვედი თბილისში და ახლა აქ ჩამოსული და ძალიან ხო კასპის მუნიციპალიტეტი ტონჩა კაცო სოფელია დუშეთის რაიონის სოფელი ტონჩა და ჩამოვედი კასპის რაიონის სოფელი იგოეთში და თუ ახლა ჩვენ დაგვიგებენ გზას ბატონო ნუ გაზი შემოვიდა წყალი შემოვიდა წავალ რა ამ სოფელში და ვაფშე ტონჩაშიც თუ დააგებენ ვაფშე ავალ და ეგებ საერთოდ ნუ უკვე გავხდე რა იქ ტონჩაში უკვე ისეთი ვიქნები რა ჩემია ტონჩა და დავირქმე მაკაშალი რატო კაცო ხა ჩახვალ კიდე პარიზში სახვიდე ჯობია და ეხლა ჩასული იქნები და რამე და იქი არა ნუ სხვაგან ვერ ვიცხოვრებ რა ტონჩაში შენ იცი რამდენი კაკლები მაქვს კი კაცო გვაქვს იქ ადგილი შენ ყოფილი ხარ მამულები შენ გონიო რა აბა მითხარი დავიწყოთ თეატრალურთან დაკავშირებით თეატრალურში რა გინდოდა ეხლა როგორ წამოვიდა ეს აზრი ეს იდეა რომ ვინ მოგაწოდა ვინ მე მითხეს რომ ბერიკაშვილის ხოდაო რაღაცაო დამსახურება ამ ბავშვიო კი როგორ არა კაცო რომელს დურას თუ გივის თუ რომელს საერთოდ თელოჯახს მაგრამ ნუ რა თქმა უნდა გივი ბიძიას იმიტომ რომ გივი იყო აი როგორ გითხრა რა ადამიანი იცი მამა ჩემი გაიცნო ერთ ბედნიერ დღეს ბატონი გივი რა როგორც აი 1000 ადამიანი მიცნობს მეც და შენც და იმიტომ რომ ის კი საერთოდ აბსოლუტურად და გივიც ასწავდა და სამაში ისწავდა და მაგით გაიცნეს ერთმანეთს როგორც არამსმელები ხო და გივი ბიძია ხო იყო ძალიან კეთილი და ბრალიანი უბრალო მაგრამ ძალიან ბრალიანი ადამიანი ხო აი ვიღაცა ხო რაღაცა ესე ეხა მამა ჩემი მოუდრო თხოვა რომ შვილი მომინათლეო სამცალია და ვაიმე რაღაცა მაგდრო საქმე მაგდა ხო ხტები რა აი მომნათლა რა და ხო ხო 12 წლის ასაკში მანამდე მოსანათლები ვიყავით მე მაგანათლოს თან მე მოვლილი მაგასთან ერთად გასტროლებზე წავარ ერთად ვაყოფი და ერთ მომენტში და საოცარი ადამიანი იყო და თორე ეხლა ისეთი რა ეხლა ბავშვობის არც მეგობარი იყო მამა და ესე აი ადამიანურად და მაგალ გითხრა რომ მოდი და მე მამა ჩემა ნუ მთელი ოჯახი განიცდიდა რა რომ რა უყოთო ამასო კაცო და რა ტელესამყალ თუ რაღაცა გინდოდა იცი რა დიქტორობა იმიტომ რომ მთელი ბავშვობა ვიჯექი და აი ესე ყველაფერს ნეკროლოგებს კასპის რაიონის სოფელი იგოეთში გარდაიცვალა ისა რა ქვია ბატონი ვიღაცა ვახტანგ რაღაცა გვარი ვახტანგი თანაუგრძნობენ დედამ ისა რა ქვია ნეკროლოგებს შვილები თეონა რა აი ამ ყველაფერს ამას ვკითხულობდი აი რაღაცა ვიღაცა წავიდა დაიჭირეს ვინ გვარცხვენს მოკლედ თავრობის ამბ ყველაფერს ვკითხულობდი და სხვათა შორის ვკითხულობდი ასევე ლექსებს აი ხმა მაღლა და ეხლა ამოტივდება საერთოდ გაკვეთილები როცა მქონდა ლექსები სასწაულად მიყვარდა აი ვინ გამოვა მაგალითად და ვინ იტყვის ლექსს და ბავშვებს ეხლა საერთოდ ეზიზღებათ თქვენიათ რაღაცა და ესე იგი ქონია შენ ეს იქა ეხლა რო გამოძვრა ეს რამდენი წელია რაც დაიწყე ეხლა ჯაპან არაფერი ეხლა არ ძვრება რა ყველაფერი ძვრება რაღაც პოტენციურად არსებობს რა თქმა უნდა თუ ეს არ არის არ არსებობს და ამიტომ მე უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში ხო და მე ვუვლიდი პაპა ბებია ჩემთან ერთად ვქსოვდით ვართავ აი მაინტერესებდა ხوار ხატავდი ხوار მღეროდი არა ხატავა და სიმღერა არა მე
ბებია ჩემი წინდის ქსოვას ბებია ჩემი ჯერ მატყლს მერე ჩეჩავდა მერე ართავდა და მერე ქსოვდა თავის მეგობრებთან ერთად კი ბატონო გასავლა იგი და ეს ყველაფერი მე ვიცი ქსოვა იცი მე ვუვლიდი იმ ჩხილები თუ ყაისდავე არა ჩხილებით კი 3-4 კაშნე ჯემპრი წინდის ქსოვა არ არის ადვილი სხვათა შორის და ვიჯექი სულ ბაბუებთან საშა ბალიკო ნინა ბაბო ვაიმე საყვარლები ვაჭრიდი ხოლმე მამათ რო ვერ ხედავდნენ ჩხილებს მიყვარდა მათთან ჯდომა და იმ ამბების მოსმენა რასაც ისინი ყვებოდნენ დღეს ხო სხვათა შორის ძალიან ამშვიდებს ნერვებს და რამეს კი არა მე ახლა აღარ ქსოვ ხო არა მე თაში ხო იცი დაცადი მაქვს კი რაღაც ინგლისური რეზინა და რაღაცები და რამე რო იყოს და დამჭირდება ყველაფერს ქსოვ კი როგორ მკითხე რაღაცა გამეცინა ხო ქსო ხო და ჯაპან ვუვლიდი იმებს რა ქვია ძროხებს ქათმებს წიწილებს ჭუკებს დედმამიშვილები დავდიოდით მე და ჩემი და კი ჩემი და ქეთი და მე და ძროხა რო არ მოვიდო და ძროხა და წავიდოდით ძროხის მოსაძებნად და მამა ჩემა მითხრა რომ მოკლეთო ეხაო ბებია შენი ბერდებაო და ანუ აგერო მშვენიერიო მიხედავო ამ ყველაფერსო ბებია შენსო დამხმარე ხო ჭირდებაო ამ ყველაფერს მოვლა უნდაო ანუ ნუ და ჩააბარო სადმეო ეხლაო და აბა რას ფიქრობო და ოღონდაც ამ ყველაფრისთვის არ მომევლო და გივი ბიძიასთან მიშველეთ მე ვთხარი რაღაცა უნდა სადმე ჩავაბაროთ და ერთი წელი ვცხოვრობდი ბერიკაშვილებთან და სახში? რას ლაპარაკობ? მეცადინეობდი. ხო. სადა იქ რა ქვია? თამარაშვილზე? თამარაშვილზე, კი. შიგნით ეზოში, ვასაბ. საყვარელი ჩემი მანანასთან ოთახში მეძინა. და უსაყვარლესი ლეილა და ზურიკო და რა ვიცი სულ ყველანი ესე როგორც ოჯახის წევრი და მე ახლა ილაპარაკე შენ არაჩვეულებრივი ესე მაგარი პედაგოგიკულია მე არ ვიცოდი შენ ეს ხათაშორის ლეილა გაწერილიას მუძაფერი იყო მე არ ვიცოდი კი აი როცა მე რაღაცა უფრო ამათი მეგონი აი რაღაცა ჭოლა მოლა ამბავესები რაღაცა აქეთი როდესაც მე ჩავაბარე მაშინა იყვან და ხათაშორის ალექსანდრე ნუკრი კანთარია და მუშა გაწერილია არა მერე იყვნენ ეგენი ჩემს მერე იყვნენ და მაშინ მახსოვს რომ ესე ნუ აი ყველაფერში წდებოდა აი რა ვუქნათ სად ჩავა და მე მახსოვს რომ მანანა მითხრა რომ არიდარდო მომუშასთან მოხდებიო თუ ნუკრი კანთარიასთანო ხელობასო ორივეგან ისწავლიო და მოკლედ მე ისე მოხდა რომ მოხდი ბატონ შალვა გაწერელიასთან და რა სიტყვი ხო იყო გენიალური პედაგოგი რას ლაპარაკო რა მოგცა შეგიძლია მოკლედ თქვა ეხა აი აი როგორი რამე თუ გახსოვს ისეთი გავიხსენოთ ეგ კაცი იცი რას გეტყვი არა დაკლებილი პედაგოგი იყო ვიდრე მიშა თუმანიშვილი და ვიდრე არა მუშა გაწერელია იყო არაფრით კი არა და იყო გენიალური პედაგოგი და ძალიან უყვარდი და ერთ რამეს ვიტყვი რომ ჯგუფელები მიყავდა მე მაგას უნდა დავთვალე დათო ხახიძე თინათინ კორძაძე გურამ ბრეგაძე დობორჯგინიძე მაია ნათი აწკარუნაშვილი გიორგი ჩიქობავა ზუკა ლატარია მოკლედ გასაგებია ხო და მახსოვს ერთი რამე რომ აი ისეთი რეპეტიციები ქონდა ჩვენ საერთოდ ვერ გავდიოდით აი ესე როგორ გითხრა ქვემო დავდგე და ისე რა ვთქვათ რამე ლექცია გავაცდინო ყველა ლექციაზე აბა დაესწარი თუ არა ამოდიოდა აი ხლა მე გავიგე რომ შეიძლება მსახიობა მეტყოლებაზე არ მივიდეს ან ოსტატობა გააცდინოს ან ვოკალი გააცდინოს ან სასცენო მოძრაობა ან როგორ შეიძლება ეს გააცდინოს 4 წლის მანძილზე მსახიობმა აი და ამას პანტომიმე მოიყვანა კირა მებუკე და ჩვენ პანტომიმას გავდიოთ იმიტომ რომ აი ეს უნდა იგრძნო მსახიობმა აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა მოკლედ ქუჩაში და სასწაული შენ საკმარისად გისაბაში ეხეში როლები
მიუხედავად წინააღმდეგობები ყველას რა აქვს ცხოვრებაში თავის დავაცხადია მოგვეხსენებათ ეხლა აი რომელს გამოვარჩევდი არის რომ გამოვარჩიო ეხლა აი რომელზე დაგჭირდა მეტი ჯაფა რომელი ყველაზე მეტი ჯაფა გეტყვი და სულ აი როგორ გითხრა რა სულ ბატონო შალვა და მე მაგ დაწერილი მთელი ბატონი შალვა ჩვენ გვაწერინებდა ხოლმე ყოველ დღე უნდა აგვეხწერა რვეულში და მე მაგ ეს რას გვეუბნებოდა როგორ დღიურები და აი ეს დღიურები გადმოვიღე და ყველაფერი წავიკითხე, გავიხსენე და პირდაპირ თხოვდი მისულს დახმარებას, მაშინ როდესაც ქუთაისის თეატრში კოტი აბაშიძემ დამაკავა ლედი მაკბეტის როლზე. აჰა. კი არა, მაგ სპექტაკლი სამწუხაროდ არ მაქვს. კი, სამწუხაროდ ბევრი არ გვითამაშია, ბევრჯერ არ გვითამაშია. აი გადის ეკრანზე. კი. კი, ძალიან აი როგორ გითხრა, ბევრი შრომა იყო ჩადებული საერთოდ სპექტაკლში და ძალიან დიდი მადლობა კოტი აბაშიძეს ამ დობის. მადლობა კოტი მოვიკითხო საკითხად, გამარჯობა შემოძმაო. მე მისი მეჯვარე გახდით შემოგვიყვება კოტეს ესე კი არ არის საქმე ჩვენ ბევრი რამ გვახსოვს სიკმატრილიდან კოტე გედაცვალე გაგიმარჯოს მაგრამ იყავი თუ გვისმენდა თუ არაჩვეულებრივი ადამიანია და ძალიან მცოდნე და მე ვფიქრობ რომ ბატონი კოტე კი აი ესეთი ადამიანი აბა რა ეს უკვე მე მგონი ესეთი ჩვენი კოტი არის რაინდი კოტე და ასევე ძალიან მიყვარს საოცრად მიყვარს ბატონ ალექსანდრე ქანთარიასთან მუშაობა, იმიტომ როდესაც ვიმუშავეთ აი ამ ბათომზე 1902 წელს ბათომში, სადაც ფათაშორის ეპიზოდური ქალის საუკეთესო როლი მივიღე, ეს ესე ვთქვათ და ციგანი ითამაშე თუ არ ვიცი, ხო? კი. და ძალიან გამახსენდა სხვათა შორის აი ბატონ ნუკრისთან მუშაობამ გამახსენა ბატონ შალვა გაწერელიასთან მუშაობა. იმიტომ რომ მე ვერ ხვდები აი გაზრდილი მსახიობი რას ნიშნავს. აი გავიზარდე უკვე როგორც სახე. იმიტომ რომ მგონია რომ ყოველ ჯერზე რაღაცა ძალიან საინტერესოა, როდესაც აი რეჟისორი თავიდან ბოლომდე აი გიღრმავდება და ის იცი რა არის ძალიან მე აბსოლუტურად მესვი სხვა შორის ბატონმა ნუკრი მითხრა ეგ აი ამ ლექსის კითხვამ მომცა ძალიან რაღაცა თავისებური მეტყველების მანერა და მე ეს ამ ზუსტად ამ მეტყველების ბით ვარ სცენაზეც და უცებ მეუბნება ბატონი ნუკი რომ აკა ეხა შენ ლექსი თავი მოიცადე გადადე ეხლა აქ აბა დაილაპარაკე აი გესმის და უცებ აი ესეთი რაღაც თქვათ ჩემთვის იყო ძალიან მე პირიქით გამიხარდა რომ ეს შენიშნა ასე ვთქვათ მითხრა და აი ამ კუთხით თქვათ დავიწყეთ მე გმირის ენით გმირის აი ეს რაღაცა რეჟისორმა მე ვფიქრობ რომ უნდა მივიღოთ ჩვენ რაღაცები, იცი, მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ რა თქმა უნდა, როდესაც ამას შენ თვითონ ხვდები, რომ ამაში სიმართლე ძალიან დიდი სიმართლეა, რასაც მივენდო თუ და რაღაცა. უნდა იცი, მე ვფიქრობ, რომ დავერიაი, ნუ პრავერიაი რა, რუსებს ახლა. იცი რა, ხო, მაგრამ მე აღარ ვამოწმებ თუ ვენდობი. არა, ხო, ნუ გასაგებია, მაგრამ რეჟისორთან რეჟისორს თუ არ ვენდობი, არ მიყვარს საერთოდ. ხო, მაგრამ ვიცეს, ყოფილა, ეხა აღარ მომიცევს, დარწმუნებული ვარ და აღარ მიცევს. აღარ მაქვს სურვილი, მაგრამ მიწევს და ახლა ყოფილა შემთხვევები ახალგაზრდობაში მოგვიწეა ესეთ პროექტი და მუშაობა, რომ მიზანსცენას ვერ ალაგებენ. ყოფილა ეგეთი შემთხვევა ყოფილა. და შენი იმედი რო აქვს კი. ხო, შენი იმედი რო აქვს, რომ გიდი გაიმარჯვო. მაგა შენი იმედი მაქვს, რომ ეთქვის რეჟისორი, აი დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. ხო, მაგარია. არა, ჩემი იმედი ძალიან კარგი რო აქვს, მაგრამ მე ეხლა რა უნდა გავაკეთო? რო გითხრას ოფში რომ მიდიოდი, შენი იმედი მაქვს რა, სნაიპერი. ხო, არა, მე კიდე მისი იმედი მაქვს. აი ძალიან საბაშვილი ნიკოლოზი
ძალიან მომწონს მასთან მუშაობა. საბაშვილი ნიკოლოზი არის ძალიან კარგი რეჟისორი. ძალიან მომწონს. მე გეტყვი მაგას ნანახი მაგას მისი სპექტაკლი, ორი სპექტაკლი, აი 1951 საბატონო. და აი ახლა შენ უნდა ნახო, აუცილებლად სექტემბრიდან განახლება. კარგი რეჟისორია უდავოდ. ჯაყოს ხიზნები გააკეთა თოჯინურში. ხო, საინტერესოა. თოჯინებთან ერთად. აი მე ასეთი შემძრა სპექტაკლმა და იქ მიმდინარე როგორც დაიდგა კიდოზე ვლაპარაკ კიდოზე მიდოდა დამეწყო ლაპარაკი კიდოზე გადავსულიყავი მაგრამ ხან კიდოზე გადავარ ლექსზე ილაპარაკე შედეხა ბევრი და აი როდის სამოვიდა ახლა ეს ლექსის აი შენთან აი რამდენი წელი ერთი ალბათ 3 წელი არც იქნება იცი რა არის გადაწყვიტე რომ ჯაპან რა მოხდა იცი მე ლექსებს სულ ვამბობდი მისულიყავი ლექსთან ხო ლექსთან ვარ მისული გითხარი აი იგუეთში გზის პირას ცხოვრობთ რა ჩვენ რა და აეზოში ესეთი ღია ეზო მაქვს და ადამიანები რო დადიან ამ ქუჩაში რა ჩვეულებრივად სულ ისმის ხმა ჩვენ სახლში რა ხდება ყველაფერი ესმის და მე ხო ესე ვიჯექი ხომ და ვკითხულობდი ხმამ ახლა ამ ლექსებს და მაკა რაღაცა კაი იყო რაღაცა ეს ხალხი რო ჩაიდო და ამოვიდო და სულ რაღაცა მეუბნებოდნენ კომპლიმენტებს რომ კითხვის რო ესმოდათ. შესაბამისად, აი მერეც უკვე ხო, აი რაღაცა მიჭირდა, რაღაცა მილხინდა, არ ვიცი, რაღაცა პასუხს ვეძებდი რაღაცაზე. აი ძალიან ხშირად, აი ასე გადამიშლია წიგნი, ლექსი წამიკითხავს და იმ ლექსში იმ წუთას რა პრობლემაც მაქვს, აი ზუსტად იგივე პრობლემა და ლექსმა დამაწყნა რა, დამამშვიდა. აი რისთვისაც არის საერთოდ ხელოვნება შექმნილი ლექსი, სპექტაკლი, რისთვის არის ლექსები გამშვიდეს, მაგალითად ქართული პოეტი, აი ვინ აკავს გამორჩეული პოეტები, აი ვინ გიყვარს ყველაზე უფრო, ერთი პოეტი თუ ორი თუ სამი. ბევრია ესეთი პოეტი. არა, ძალიან ბევრია რა თქმა უნდა. და აი ესეთი განსაკუთრებული. განსაკუთრებულები რა თქმა უნდა მყავს, მაგრამ მაინც მინდა გითხრა რომ აი ესე საჯაროდ ლექსის კითხვა მაინც აი ჩვენ ძალიან ბევრი პერფორმანსები გავაკეთეთ არის ესეთი ჩემი მოძღვარია სასულიერო პირი არქიმანდრიტი მამა ადამ ახალაძე. აი გითხარი ერთი ორი სიტყვა და მამა ადამ ახალაძეს კონდეს პროექტი და ამ პროექტით ჩვენ შემოვლილი გვაქვს თბილისში აბსოლუტურად ყველა თეატრის სცენაზე ვარ ნადგომი და მაქვს აი გადის კადრები. წაკითხული კი ბატონო. და ვახტანგ ახალაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია ვახო მე და ვახო აი ძალიან ბევრი მე იქ ჩართულები იყვნენ კიდე მუსიკალური ნომრები იყო და ჩვენ კითხულობდით არა მარტო საქართველოში, ესა თბილისში ყველა სცენაზე, არამედ საქართველოში, ქუთაისში, ბათუმში ნამყოფები ვართ და სხვათა შორის აი უყვარს ხალხს პოეზია? ძალიან. იყო გაყურებელი და გისმენდა, ხო? ძალიან უყვართ და თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე ჩავაბარე მეტყველების მაგისტრი ვარ მანანა ბერიკაშვილთან და მაგრამ მე მაინც მხატვრული კითხვას ვასწავლი ძალიან ბევრ ბავშვს და ბევრგან ჯაპან. აი მაგალითად მე მყავს ქობულეთში ბავშვები. ოღონდ ეს არის როგორ იცი იქაური აი ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს აი მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურს რომლებიც უფასოდ დადიან ეს ბავშვები და მე ვარ მიწვეული პედაგოგი ასე ვთქვათ და უამრავი ბავშვი მხვდება და უამრავ ბავშვს უნდა რომ აი როგორ გითხრა მოაქვთ თავიანთი დაწერილი ლექსები, თავიანთი საყვარელი პოეტების ლექსები და უბრალოდ ეხა ლექსის კითხვას ადამიანს ხო როგორც ეკითხება ისე უნდა წაიკითხოს, მაგრამ მე რა თქმა უნდა ჩვენ ბევრ რამეებზე ვსაუბრობთ, ბევრ რაღაცაზე ვსაუბრობთ, ყველაფერზე მე იცი რა არის? ჩემი თვითონ ცხოვრება, ხო? აი რა ცხოვრებაც გამოვიარე დღემდე და გავივლი კიდევ ძალიან ბევრს, ხო? და
ბევრ რამეს ვისწავლი, კიდე ბევრ რამეს ვნახავ, კიდე ბევრ რამით გაოცდები, კიდე ბევრი რამე მეწყინება და ბევრი რამე გამიხარდება, ხო? აი ჩვენ ერთმანეთს ამას უზიარებთ. ელემენტარულად ველაპარაკები რაოდენ მნიშვნელოვანია, ეხა იმ დღეს, ხო? ასული ვარ ავტობუსში რა. და ზის პატარა გოგონა და ძალიან დაღლილი გავიგერო გიყვარს ტრანსპორტის ძალიან საზოგადოებრივი ტრანსპორტში სულ მე მანქანა არ მყავს და სულ დავდივარ სამარშრუტო ტაქსებით ავტობუსებით აი გადავსებულია ჩემი ისა რა ქვია შოთა ქუთაისი ქუთაისში მიყვარს ქუთაისი გიждები ქუთაისზე და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ბათუმში ჭიათურაში საჩხერეში სულ ვარ აი ლექსების როცა არის მაგალითად ვარ ასევე საპატიო ელჩი მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის და მე ძალიან მიყვარს მუხრან მაჭავარიანის პოეზია აი მაგალითად აი იმ დღეს და პერიოდულად სულ წერ ხოლმე ლექსებს აი ყველა უკლებლივ ყველა დაცხრება დღეს ვინც ფაფხურობს ორგულნო ჩემნო ახლა მხნენო მაშინ საწყლებო რახან მოკლია თქვენი საფხული აი როგორ შეიძლება ეხა აი ეს ხო აი რაც აი ეს პატარა მუხრანის აი ჩემი სამშობლო მაღალია სხვისია ვრცელი უფალთან ახლოს ამიტომაც უფროა ჩემი ხო აი მუხრანი აი ვინაც კლავს ბრალი მას ავაზაკს თორემ რა ბერს მოკლულს განაძარცვს ერს ჯვარცმულს ტანჯულს ღვთისა გზასა მდგარს ბრალი მას ბრმაროა კაცა ჰკლავს აი მამა ადამიანის ეს პატარა ლექსი ხო აი როგორია მე აბსოლუტურად აი თუ ჩემი სათქმელი მაგალითად ლექსში არ არის ხო აი ვერ ვიტყვი აი მე ხშირად ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს ხოლმე რომ აი რაღაც ლექსი დავწერე მაკა და შემიფასე ჯერთი მე რომ მე ლექსს ხო როგორ უნდა შევაფასო მე არ არის ჩემი პროფესია ხო რომ ლექსი შევაფასო ნუ თუ თქვათ იქ ჩემი სათქმელი აი მე მომწონს აი ბრალი მას ვინც ადამიანს კლავს სიტყვით კლავს იარაღით კლავს თუ არ ვიცი რითი სხვა 1000 რამე შეიძლება ხო მოკლა ადამიანი არის ცოდო ამიტომ მე მომწონს ეს ლექსი და ყოველთვის ვთქვათ აი ჩემ რაღაცა ნააზრევს და ვთქვათ რაღაცა ხო 2 მეტრიანი სტატუსები რო იციან ხოლმე ხო აი მირჩევნია რომ რაღაცა ლექსი ჩავწერო ამიტომ თითეული ჩემი ჩაწერილი ლექსი მინდა გითხრა ჩემო ძვირფასო კოლეგავ რომ არის შენი რა ჩემი აი ჩემი სათქმელი მე იმ წუთას იმ პოეტთან ერთად ხო ვინც დაწერა ხო აი იმ ლექსით ვამბობ ჩემ ტკივილს თუ სიხარულს და ამიტომ გონია რომ ჩემი როგორც მკითხველის მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი შენთან ერთად თუ გარდაცვლილია ის პოეტი სულ ცოცხლობს შენ აცოცხლებ ამ პოეტს გესმის და თუ ცოცხალია კიდე სულ აქტუალურს ხდი ამიტომ მკითხველები მინდა რომ ძალიან ბევრნი იყვნენ და მე ამაში ძალიან ბევრი ადამიანი მაძლევს ამის საშუალებას რომ აი ჩვენ ბევრნი ვიყოთ მკითხველები გამხმოვანებლები დეკლამატორები თუ როგორც ქვია ასე ვთქვათ მაგრამ პირველი აი მკითხე რომ რა იყო რა დროს გადაწყვიტეო ლექსის კითხვაო და ვარ ჩემს 30 კვადრატულ ნაქირავებში ჩავიკეტე და არის პანდემია და არაფერი არ გამაჩნია ვიღაცა დადის აგარაკზე პანდემიის დროს რაღაცა ზოგი ცხენზე ზის ზოგი რაღაცა თავს იქცევს იმიტომ რომ ადამიანები გაგიჟდნენ ჩაიკეტნენ ხო ვერცად ვერც წასვლა მოვასწარი ვერც არც ინგრედიენტი მაქვს რომ საჭმელი მოვამზადო და თავი გავირთო არაფერი არ გამაჩნია და მაქვს ლექსი და დავჯექი და ვკითხულობდი ლექსებს და ამ დროს დამიძახა ტელეკომპანია იმედმა რატო არ კითხულობო სხვაგანო ლექსებსო იმედშიო ვიღაცებმა დამიწერენ ხოლმე და ბატონო დამიძახა რომელიმე ტელეკომპანიამ ლექსის წასაკითხად მე უნდა მოვიდე ჩემს პროფესიაზე სასაუბროთ და ლექსის წასაკითხად ხო აი მეტი რაზე უნდა მოვიდე ხო აი რა ვიცი მე
არ ვიცი მეტი მე ამიტომ მივედი იმედში და წავიკითხე აი როგორი ლექსი იცი ჯაპან აი სუსტად აი რა მდგომარეობაშიც ვარ ის წავიკითხე აი წარმოიდგინე არა მარტო პანდემია არ იყო აქ ნახე ვერაფერი გამიგია ცხოვრებაში რა ხდება ყველაფერი წამიგია მეგობრები მაკლდება ბრაუნინგით არ მომკვდარა ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია არც ფანჯრიდან გადმომხტარა მშვენიერად არიან ახლა უფრო ხშირად შინ ვარ წვიმას ნატრობ შხაპუნას შევსვათ ყველა თავის წვრილმა საზრუნავში ჩაფლულა ყველა თავის ნავში სხდება ყველამ სადღაც გაცურა ყველა კვდება გული მწყდება წასულან და დღეები გადის სწრაფად ღამეები გროვდება ვიღაც უსაშველო ლანდით მწუხრში მიახლოვდება მინდა თაზე ავირბინო ზღვის მოქცევა ვიხილო თავში ხელი წავიშინო რაც მომხდება ხო აი გოგო ხარ შენ აი ესეთ მდგომარეობაში ვიყავი და წავედი და წავიკითხე აი რაც მე ვგრძნობდი ის ბუჩო ცოტა დრო მაგ დარჩენილი მაგ რამდენი ხანი მინდა ეს რეგლამენტი მაგ და მინდა რომ კიდოზეც მითხრა ერთი სიტყვა პირველი შედი კიდო ფილმი აი ეს სამწუხაროა ეხა რეგლამენტია ყველა გადაცემაში 50 წუთი 5 წუთი დარჩენილი გვაქვს მაგრამ კიდე მინდა და რაღაც არა მე მაინტერესებს ჯერ კიდოზე მითხარი ერთი სიტყვა აი პირველი იქნება ჩავეტიოთ მე მეკითხვის პირველი კინო აი პირველი კინო როგორ იყო მე აგერ გიორგი შეგებია და სერიალები რამაში ყოდეს და ერთად იდექი ასა რა ქვია გულაპირცხალავა გიორგი შეგებია რასაც როგორ სხვათა შორის გითხრა ერთი რამე რა აი ელდარისთანაც გითამაშია მე არც ერთად არ მაქვს მაგალითად არც ერთი და რეზო ესაძესთან მაქვს ნათამაშები და მე ვარ უბედნიერესი ადამიანი ბოლო ფილმში ბატონ რეზოსთან და დიდი მადლობა კიდევ მინდა აუცილებლად უთხრა ეკამ ჟავანაძეს. მივდივარ ქუჩაში და ხდება ეკამ ჟავანაძე და მეუბნება რომ მაკაო რეზო ესაძესო აქო კასტინგიო, ნუ შერჩევა მსახიობების და ყველა როლი უკვე დაკავებულიაო, რაც კი მთავარიო და ბევრი მასიური სცენები არისო და მოდიო რა წადიო, იმიტომ რომ რეზოსთანო ნუ გექნება როლი უბრალოდ აი ამ ადამიანსო გაიცნობო და რაღაც და მადლობა ღმერთს რაღაცა ამპარტავნება ვებრძვით ხო ყველაზე მეტად რაც უნდა რასაც უნდა ებრძოლოს ადამიანი და მით უმეტეს მსახიობი ჩემი აზრით მე მგონი ეს არის და ხო მეც რაღაცა ესე და მეკას უთხარი რომ დაუჯერე ეკას და წავედი და ადექი თუ ერთი წუთიო თუ შეიძლებაო და ავდექი და რანაირად დადგაო ხა და მე რაღაცნაირად შეწეული ფეხები რა ვიცი რა დაკორანჭხულად რაღაცა დავდექი რა ვიცი მე ხა მე ხო არ ფიქრობდი როგორ დავდექი და მან მიაქცია ამას ყურადღება და ესო იმ ჭოკას როლზე კაი იქნებაო ჭოკა ქალის როლზეო ხო და ამიყვანა როლზე ხო და ეს იყო ძალიან დიდი ხო და მაგა ჩვენ დრო აღარ აქვს ეხა მე ბუშვილი რა მიცხრა ხე ლექსი ერთი კარგი ხوار კიდე რომ შედი ლექსი დავამთავროთ გადაცემა კიდე ერთი რამ მაინტერესებს ეხა ეს რო კითხო რომ ეხა ახალგაზრდებს რას ურჩევდი ნუ ეხა ახალგაზრდებს რას ურჩევდი იცით რო არ დაყარონ ფარხმალი არა არ დაყარონ ფარხმალი და ყველაზე მნიშვნელოვანი აი მე რასაც ჩემ ბავშვებს ვინც ჩემთან მოდის ჩემ ბავშვებს ვასწავლი ეს არის გამარჯვების თქმა და ძველ გაზრდებს ვეტყოდი რომ გამარჯობა ამ ახალგაზრდებს ვისაც უნდათ რომ გითხრან ათქმევინეთ რა პატარებს გამარჯობა იმიტომ რომ შეხედეთ ამ ნუ გონიათ რომ მე მაგალითად აი რა ვიცი პატარა რო ვიყავი და მართლა არავინ ხო მე ადამიანებს გამარჯვებას ვეუბნებოდი ისინიც გამარჯვებას მეუბნებოდნენ და რო გითხრა რომ ხა მსახიობი ვინმე გამაცნო თქო არა ჩვენ ვიცნობდით და მე ერთ-ერთ სერიალში ვიყავი სხვათა შორის და ძალიან აი მსახიობები იყვნენ იქ რომლებიც თვალებში არ მიყურებდნენ და ეს არის საშინელება
როგორ შეიძლება როლი ითამაშო მსახიობმა და თვალებში არ უყურო პარტნიორს, კაცო. ეგეთი რამე გაგიგია? კარგი, ძალიან პესიმისტურად წავედით, ეხლა ფინალი ეგეთი არ გვიდა და მოდი ეხლა ერთი ხო, არა, კაი რაღაცა ისე კარგად. არა, ნუ არის ეხლა, ყველაფერი კარგად არ არის. და არც იქნება ჯაპანი. იცი რა არის? ყველაფერი კარგად იქნება, ეს არის რაღაცა. ყველაფერი კარგად არ იქნება, სანამ ჩვენ აი მუმუშა გაწერილია, ხო? როგორ გვაკეთებინებდა? რას? აი, როგორ ერთმანეთი უნდა იგრძნო, როგორ კაცო მანქანას აყენებს ადამიანი და არ ფიქრობს, რომ აქ მეორე მანქანაც უნდა დადგეს. ადამიანი ავტობუსში ადის, ახალი ასული ვარ, ყანყალებ, ვირბინე რომ ავსულიყავი, ახალი ასული, ნაპირში ზის, შიგნით უწყია ბარგი და ვეუბნები დამსვი და ესე გეგონება ავტობუსი მისია, მამამ დაუტოვა, დამფეხებს გამოწევს, ნერვები ეშლება ეს ბარგი რო უნდა აიღოს, რატო არ გადადის, იმას რატო არ აკეთებს, იქით მალე ჩადის და ვაიმე მალე ჩახვალთ ქალბატონო, ვინ დარჩენილა ან ავტობუსში, ან საერთოდ ამ ქვეყანაზე არავინ არ დარჩება, ყველა წავა ადრე თუ გვიან, ავტობუსიდანაც ჩავა, იმიდანაც ხო და ამიტომ იცი რა არის ვერაფერს ვერ წაიღებ და ამიტომ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ერთმანეთზე. აი სავარჯიშვები, რომელიც მუმუშა გვაკეთებინებდა, აი ზოგჯერ თან დღეს სუყურებში რაღაცეები აქვს ადამიანებს და ზოგი ისე დაგეტაკება აი ლექსი მეწყერი რო არის, ხო იცი? გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. აი ესე შენ თუ არ აერიდე, ხანდახან აი ქუჩაში, ხა მანქანები ვინც ყავთ, თქვენი გასაჭირი გაქვთ, კაცო, საშინელად დადიანო მძღოლებიო ისეო და შენ ქუჩაში სიარული უნდა ნახო. აბსოლუტური ინფორმაცია უნდა შემოვიდეს, დრო არ მაქვს, უნდა ჩემს მერე ინფორმაცია შემოვიდეს. წაგვიკითხავ თუ არა რამე ისეთი ლექსი და მაგით დავამთავროთ. აი რას ვფიქრობ, თან ძალიან გრძელს არ ამის, რომ დროც არ აგვაქვს. რაღაც ისეთი კარგი 2-3 წუთიანი რამე. რომელი და შენ რო წაიკითხო და ამით მოუჩეთ, ამით გამომიმშვიდობოთ. ზოგს აშკარად ეთყობა ჩემი არ ეყურება, რა ვქნა, რა გაეწყობა კაცია და გუნება. ზოგიერთს კი ჩემდარი არავინ ეგულება, ესეც ბუნებრივია, კაცია და გუნება. არაფერი გულწრფელი ჩემო ჯაპან კაცს არ გაემტყუნება. ღმერთი ყველას გვიშველის. კაცია და გუნება. ძალიან კარგი ბატონებო და ქალბატონებო, ახლა ამაზე უკეთესად როგორ უნდა გამომიმშვიდობოთ. მე მინდა მაგას ძალიან დიდი მადლობა უთხრა და ჩვენ ერთი თვით უნდა დაგემშვიდობოთ დაახლოებით სადღაც დასაწყისში სექტემბერში ისევ შემოგიერთებით და წავალ და ახლა მე ცოდო ვარ კაცო ეს ხო არ არის და ვემარები ბზის პაპანაკებას და სექტემბერში ჯაპანას პაპანაკებით ისევ შემოგივარდებით ეთერში. მადლობა ბაკა გენაცვალო ჩემი თავი. გისურვებ წარმატებებს და იყავი დღეგრძელი და იყავი წარმატებული და იყავი ბარახიანი. შენთან ერთად. ირაცვალოს ჩემი თავი. გავიხარ. მიყვარხარ, კარგად იყავი.